დავბრუნდით. რაღაცა მე დამძიმებული. დამძიმებულები ვიქნებით, გვინდა არ გვინდა. ხო არ წავიდე საბავშვო ბაღის დირექტორი. მოკეთ მაინა სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა წამოხვიდე, რამდენიც არ უნდა დახარჯო, სადაც არ უნდა დადო შენი ფოტო და ასე შემდეგ. თითქოს ეს არის შენი პირადი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები, მაგრამ როდესაც ვიღაცა მოინდომებს, სრულიად საჯარო შეიძლება გახდეს. კი, ეგ ვიცი კარგად. მე მით უბედე. მე აქამდე მეგონა რომ პერსონალური ინფორმაცია იყო, მხოლოდ რაღაცა აი ეს დოკუმენტაცია, ასე ვთქვა, საბანკო გადახდები, პირადობის მოწმობა და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე ყველაფერი რაც ხდება ჩვენს თავს და რასაც ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი პერსონალური ინფორმაცია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა არ არის ინფორმაციის დასვის დღე გახავთ დღეს და გილოცავთ დავიცვა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია. როგორ დავიცვა, როცა მთელი საქართველო მიყურებს? ძალიან ბევრი ადამიანი არაფერი არ აქვს დასამალი, აბსოლუტურად. ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვევასაჯაროებთ ამ ინფორმაციას, მით უმეტეს ეს თანამედროვე ტექნიკამ და სოციალურმა ქსელებმა აქეთკენ გვიბიძგა. გინდა არ გინდა. ვიცი, საწავედი რა მჭამე, ჩემი ბავშვი და ჩეკინდი და ეს გენი გავიგეთ ყველა. მობილურებსაც წერენ თავისას სოციალურ ქსელში. სადავისვენ ყველაფერი გახდა საჯარო. ლოკეიშენს რო დააწევი, ყველა მითის სათხარ. მე ჩემი თეორია მაქვს. მგონი ჩვენი ვერ დავიცავთ ჩვენს პირად. რა არის ჩვენი? ხო და აი ამის გარკვევა მინდა ზუსტად. იმიტომ რომ შეიძლება საფრთხე შეიქმნას აი ასეთი საჯარო რაღაც ქმედებებით. იმიტომ რომ დღეს შეიძლება ერთი მარტივი ფოტო რამდენიმე წლის მერე გახდეს მნიშვნელოვანი ვიღაცისთვის დოკუმენტი. ამერიკულ სერიალს უყურებდი და იმის მერე ძალიან რაღაცა სრულიად დაზაფრული ვიყავი. ეს სწორედ ეხებოდა ამ რაღაც პერსონალური ინფორმაციების დაყრდნობით რაღაცა სხვადასხვა სპეცოპერაციებს და ცოტა შემეშინდა მას შემდეგ და სულ მგონია რომ ყველა წერტილიდან ვიღაც მიყურებს ეს აკვიატება მქონდა მაგის შეგრძნება რამდენი წერტილი 1 2 3 4 წერტილია ზუსტად რომელიც ახლა გიყურებს გადავანაწილებ ეგ რაც ჩანს გადავანაწილებ წერტილებს სტუმრებზე ხა მომაშორო თვალი ცოტა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი და ინსპექტორის მოადგილე ნიკა ბრეგვაძე ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები მოდით მოგვიყვებით. მოგძანდით. გამარჯობა. რა მოგიყვანეთ? მოგიყვანეთ საინფორმაციო მასალა. დიდი მადლობა პირველ რიგში ვარ ჩვენი კამპანიის ნაწილი, ასევე სტიკერები, რომელიც მე მგონი ძალიან აქტუალურია და მასაწერია. პატივიეცი ჩემ პირად ცხოვრებას და ასევე საინფორმაციო როგორ ჩემ პირად ცხოვრებას რო პატივისცეს ყველა. კარგია რომ არსებობს ეს დღე. და კარგია რომ ატარებთ ასეთ კამპანიას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ბუკლეტები სწორედ იმას ემსახურება, რომ პირველ რიგში გავიგოთ, რა არის ჩვენი პერსონალური ინფორმაცია. ამით დავიწყოთ. ნამდვილად გეთანხმებით, სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ ასეთი საინფორმაციო კამპანიით დღევანდელი დღე, თუმცა შეიძლება სხვადასხვანაირად აღინიშნოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენი მიზანია სწორედ საზოგადოებას უთხრათ, რომ პერსონალური მონაცემი არის ყველაფერი, რითიც შეიძლება მათი იდენტიფიცირება. ეს იქნება საიდენტიფიკაციო ნომერი, ტელეფონის ნომერი, ნებისმიერი ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ფოტოც, რა თქმა უნდა, ბიომეტრიული მონაცემი, გენეტიკური მონაცემი და ასე შემდეგ. ყველაფერი, რითიც შეიძლება დავადგინოთ რომ თქვენ ხართ და მე ვარ თითის ანაბეჭდით და ნებისმიერი სხვა მონაცემი რითიც იდენტიფიცირებადია ადამიანი და ამ მონაცემებს იცავს ერთის მხრივ საერთაშორისო აქტები, ეს არის კონვენცია და ასევე ევროდირექტივა, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს უკვე კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რა უფლებები გვაქვს ჩვენ, როგორც მოქალაქეებს. ეს უფლებებია, რომ შეგვიძლია ვიცოდეთ, ვინ რას და რატომ ამუშავებს ჩვენ შესახებ და აგროვებს, არის თუ არა ეს კანონიერი პირველ რიგში. როგორ ვიცოდეთ ეს მე ძალიან მინდა ვინ რას გეგმავს ჩემს თუ რაღაცა. როგორ გავიგო ეს? უფლება მაქვს, მაგრამ როგორ გავიგო? ჩვენ ამაშიც დაგეხმარებით, რომ მოახდინოთ თქვენი უფლებების რეალიზება. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი შეგვიძლია გითხრათ, როგორ შეგიძლიათ გამოითხოვოთ იმ უწყებისგან, სადაც ან ორგანიზაციისგან, სადაც თქვენი პერსონალური მონაცემები გეგულებათ და მეორე ჩვენ ახლა ვქმნით ფაილური სისტემის კატალოგი, ანუ ცოტა რთული სახელწოდება, მაგრამ ეს არის ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც გვექნება შეყვანილი ინფორმაცია, ვინ რა მონაცემებს ამუშავებს, ოღონდ არაპერსონალიზებულად, ანუ თქვენ შესახებ, ანამედ მაგალითად გაინტერესებთ X ორგანიზაციას, შეხვალთ მარტივი საძიებო სისტემით და მოძებნით, თქვათ, რა კანონიერი საფუძვლით ფლობს ეს ორგანიზაცია ინფორმაციას, რა ინფორმაცია არის მაგალითად სახელი გვარი პირადი ნომერი თუ კიდე რაიმე სხვა და ასევე გეცოდინებათ რა არის სამართლებრივი საფუძველი და ვინმესთვის ხომ არ ხდება ამ ინფორმაციის გაზიარება. ისეთ რა, ჩვენთან ეგ რაღაც თვითონ ისე აბსურდულად ჟღერს ჩვენ რეალობაში. ყველაფერს თვითონ ასაჯაროებს და სწორედ რამდენად სწორედ ვიქცევით. იცით რა არის? ეს არის პიროვნული არჩევანი.
თავარია ეს არჩევანი იყოს გათვითცნობიერებული და ინფორმირებული. ანუ თუ ადამიანს უნდა რომ მისი მონაცემები გაასაჯაროს, რა თქმა უნდა ეს არის მისი სრული უფლება, მაგრამ ჩემი სურვილით თითის ანაბეჭდით შემოვდივარ სამსახურში. ანუ ვაფიქსირებ ჩემს დასწრებას. ეს ჩემი სურვილით, მაგრამ მე რაღაცნაირად მაქვს შინაგანად შეგრძნება გარანტიის, რომ ეს ჩემი ინფორმაცია ჩემი კომპანიის მხრიდან იქნება დაცული და არ იქნება გასაჯაროებული. შენ კარგ კომპანიაში. ხო, რამდენად სწორად მაქვს ეს განცდა, რომ ვარ დაცული. ჩემი კომპანიის მხრიდან კი არა, თქვათ სახელმწიფოს მხრიდან, თქვათ იგივე სხვადასხვა უწყებების მხრიდან. აი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ანუ რამოდენიმე ესე ვთქვათ, უწყება და კერძო ორგანიზაცია იყო ჩვენთან კონსულტაციაზე მოსული და დააფიქსირეს მათმა თანამშრომლებმა ზუსტად აღნიშნული საკითხი, რომ თითის ანაბეჭდით ხდება დაფიქსირება სამსახურში შესვლის, გამოსვლის, ზუსტი დროის აღნიშვნის მიზნით, რომ ვინმე სხვა, ესე ვთქვათ, არ შევიდეს სხვისი ბარათით, არ დააფიქსიროს, რომ სიტუაცია დილით გამოცხადა რაღაც კონკრეტულ დროს, ან ადრე გავიდა, ან ასე შემდეგ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ესეთი დამოკიდებულება და რეკომენდაციას ვაძლევთ ყველა მონაცემთა დამუშავებელს, იქნება ეს კერძო თუ საჯარო უწყება, რომ თუ მონაცემთა დამუშავების რაიმე სხვა ალტერნატიული გზა არსებობს, როდესაც შესაძლებელი იქნება ადამიანის ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები ნაკლები დოზით იქნეს დამუშავებული, ამ ალტერნატიული საშუალებებით იქნეს გამოყენებული სხვადასხვა სახის ურთიერთობა. მაგალითად, ცოტა რთულად ჟღერს ეს. მაგალითად, აი ელემენტარული ავიღოთ პლასტიკური ბარათი. იადოს პლასტიკური ბარათი დილით თანამშრომელმა შევიდეს დააფიქსიროს. არ უნდა ეს. ან მარტივად ეხლა როდესაც არის ისეთი სამსახურები, სადაც აი თანამშრომელთა დიდი რაოდენობა არის, ელემენტარული არის, რომ თქვათ იგივე მის სამუშაო კომპიუტერზე იყოს რაღაცა აღნიშვნის დამადასტურებელი რაიმე მოქმედების განხორციელება, მაგალითად რომ მოვიდა დაადასტუროს კომპიუტერის მეშვეობით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი მიდგომა არის ისეთი, რომ არც ერთ ესე ვთქვათ, კერძო თუ არ აქვს მნიშვნელობა მონაცემთა დამუშავებას, მიუხედავად იმისა, თანხმობით არის ეს თანამშრომლის თუ არა, იმიტომ რომ ეხლა რეალობა ისე არის, რომ ეხლა წესია ესეთი, თანახმა არის თუ არა ადამიანი, რეალობაში მაინც უწევს შრომით ვალდებულებებიდან გამომდინარე მსგავსი, ესე რომ ვთქვათ, მონაცემის დამუშავება. აი, კარგი მაგალითია. დავდივართ, ხო, ბარათები გვაქვს, ასაკლების პირადობა და მე მაგალითად ეხლა სასიამოვნო იყო, რომ მომილოცა ქსელმა ერთ-ერთმა დაბადების დღე გილოცავ ვაფრთხილებ. ფულებს ვაგროვებთ, ყველაფერი იციან აფრთხილებში რამდენს ხარჯავთ, რამდენი პამპერსი მაქვს შეძენილი ჩემი φίλის დაბადების დღიდან დღემდე. ეს საიდუმლო ინფორმაცია როგორ გააზრება? აი, ძალიან საინტერესოა ეს საკითხიც, მაგრამ მიუბრუნდები გვანცას შემთხვევას, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეიძლება ილუსტრირება იმისა, თუ რა უფლებები გაქვთ თქვენ. პირველ რიგში ეს არის თქვენი თანხმობა, ანუ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, მაგრამ მეორე მხრივ ორგანიზაციას ევალება დაასაბუთოს, რომ ეს არის აუცილებელი და სხვა საშუალებით არ შეუძლია იგივე, თქვათ, აღრიცხვის წარმოება და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. თუ არსებობს ალტერნატივა, როგორც ნიკამ უკვე თუ უნდა თქვა, უნდა მიენიჭოს უპირატესობა ალტერნატივას. თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ, მაგრამ და უკვე გადავედით სხვა მექანიზმზე. აი, გადავედით სხვა მექანიზმზე. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი დამსაქმებლისგან და იცოდეთ რა ვადით ხდება ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, ვის აქვს წვდომა ამ მონაცემებზე და რამდენად დაცულია, თქვათ, ხელყოფისგან. მაგალითად, მე ამოღებული იქნება სამსახურიდან. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი თითის ანაბეჭდი იმ ორგანიზაციაში აღარ დარჩა და განადგურდება. კი, განადგურდება თითის ანაბეჭდი არა, მაგრამ ის მონაცემი, რომლითაც ხდებოდა თქვენი დაშვება, უნდა განადგურდეს და წაიშალოს. თქვენ ამ ერთის მხრივ გაქვთ ინფორმაციის მიღების უფლება და მოითხოვოთ იმ შემთხვევაში, თუ აღარ მოხდება, მოითხოვოთ ამ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა და შესაბამისად დაგროვილი ინფორმაციის წაშლა. ეს კითხვა მაქვს. ეხლა თითის ანაბეჭდი კიდევ უფრო რაღაცა თითქოს ძალიან კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ პირადი ნომერი, რომელსაც ყველგან გთხოვენ, იგივე აფთიაქში, იგივე რა საფრთხე შეიძლება ამის გასაჯაროება მომიტანოს მე? იცით რა, ეს არის კანონით განსაზღვრული საჯაროობა, რომელსაც ჩვენ გულსხმელად რო გითხრათ, დიდათ არ ვეთანხმებით, მაგრამ მეორე მხრივ კანონმა დაადგინა, რომ პირადი ნომერი იგივე ქონებას თუ ფლობთ და არეგისტრირებთ ქონებას, რომ არა მარტო სახელი და გვარი იწერება, არამედ პირადი ნომერი იწერება და ვთქვათ, მაღალი ინტერესი არის, რომ ვთქვათ, არ მოხდეს მოტყუებით გარიგებების დადება და იყო ამისი ამას არის კომფორტი, იმიტომ რომ პირადი ნომერი არის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ნომერი ადამიანისა, ანუ ის პრაქტიკულად არ იცვლება და გრჩებათ მუდმივად, აქედან გამომდინარე, როდესაც
ხდება ზედმეტად ამ ინფორმაციის მოთხოვნა, აი მაგალითად ბარათის შემთხვევაშიც, ხო? თუ მე ვიღებ ფასტაკლების ბარათს და მე ვამბობ, რომ მე ვარ და ასე შემდეგ, ხო? უნდა ვიცოდე რა დოზით ჭირდებათ ამ ინფორმაციის მიღება ჩემგან და რა ინფორმაცია ინახება ჩემს შესახებ, რომ მე გადავწყვიტავ, თქვათ, მინდა თუ არა, მიღებს თუ არა ეს ფასტაკლების ბარათი. იგივე თქვათ, ნებისმიერი ბარათი აქტიურად უკავშირდებოდა. იცით რა ხო, აი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მოქალაქეება იცოდნენ ყველაზე მთავარი, რომ მათ აქვთ კითხვების დასმის უფლება და მათ აქვთ არა მხოლოდ უფლება ზოგადად იყოს მათი პირადი ცხოვრება და პერსონალი, არამედ აქვთ კონკრეტული რა ვიცი, ეს აუცილებელია, უნდა შევაფსოთ. აი პასუხი ამაზე ღრმა არ იქნება. მე პარტნიორი მაღაზიაში როცა მოთხოვენ ბარათს პირადად თუ ეს საჭიროა, ამაზეც მუშაობ ჩვენ აქტიურად ნიკა მახსენა კონსულტაციები, ჩვენ ესე ვთქვათ, ძალიან მოკლედ გეტყვით ჩვენი ფუნქციების შესახებ. ჩვენ ვიხილავთ მოქალაქეების განცხადებას, თუ ისინი თვლიან, რომ მათი უფლებები დაირღვა და გვაქვს რეაგირების მექანიზმი, ანუ შეგვიძლია შევამოწმოთ ესა თუ ის ორგანიზაცია, დავადასტუროთ ვთქვათ ფაქტები, გადავამოწმოთ და ასე შემდეგ. ჩვენი ინიციატივით ვატარებთ პერიოდულ შემოწმებას და აქტიური მუშაობა დავიწყეთ და მთავარი პრიორიტეტი წელს იყო მსხვილი მონაცემთა ბაზები, მაგალითად სერვისების განვითარების, აი პირადობის და პასპორტის მონაცემები, სადაც მუშავდება და ინახება და მათ სახელმისაწვდომობა, ასევე საზღვრისკვეთა და სხვა საკითხები. ასევე გავცემთ კონსულტაციებს და ძალიან ბევრი კონსულტაცია გვაქვს უკვე გაცემული, თუმცა იმდენი მოთამაშეა ბაზარზე მათი სრული მოცვა წელიწად ნახევარში შეუძლებელი იყო. ერთი კითხვა მაქვს, ჩემს ტელეფონზე დავაკარი ეს სტიკერი და ეს სტიკერი არ დამიცავს იმისგან, რომ მესეჯები აღარ მიგზავნოს კომპანიას. ეს სტიკერი დაგიცავს, რომ არ დაიჭხაპნოს ტელეფონი. აი რომ დადებ. არა, ეს არის კიდევ ერთი დიდი დისკომფორტი, რომელიც აქვს, მე მგონი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მე მყავს მაგალითად ახლობლები, რომლებსაც აი მაგალითად საერთოდ არ ყავთ არასოსაყოლიათ მანქანა, მაგრამ იღებენ მესეჯებს საბურავების განმადების შესახებ. და ძალიან ეშლებათ ნერვები. რაღაცა მე ვთქვა, რომ მოყვება ის უკვე ეს ნოუ, ხო, იმას რომ ვაგზავნე შილათავარ. იმიტომ რომ აღარ მომდის მე. უქმდება. ანუ ეგ ეხლა დაიწყეს ამ თავიდან არის. ეს ჩვენი გამაჯანსაღებელი ცენტრიდან დამირეკეს არამც თუ მომწერეს პირდაპირ დამირეკეს გამარჯობა სახელი და გვარი შეტყობინება არაჩვეულებრივი ფასდაკლები. მე რა კაია რომ ძალიან სასიამოვნოა. ეს ალბათ ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა თქვენთვისაც, ხო, როგორც აი ზუსტად მაგიტომ რომ ანუ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ დიდი პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის ამ ბიზნესით საკანონმდებლო გარკვეული ცვლილებაც კი იყო საჭირო აღნიშნულთან დაკავშირებით, აი ზუსტად რაც ითქვა ეს SMS office ფუნქცია 1 ნოემბრიდან ამოქმედდა გასული წლის და ვალდებულება არის ყველა მონაცემთა დამუშავების, ანუ კერძო კომპანია ვინც კი აგზავნის რაღაც სარეკლამო ხასიათის შეტყობინებას, რომ მიუთითოს ამგვარი უარის თქმის მექანიზმი. ასევე ინფორმითაც შეიძლება ტელეფონზე დარეკოს და თქვას, რომ აი რაღაც გარკვეული მაქვს მე თქვენ ადრეს სერვისი ჩვენთან მიიღეთ ან ასე შემდეგ. და ამის გამო აი გატყობინებთ რომ რაღაც ფასდაკლება გვაქვს რაღაცა გარკვეული სერვისი გვაქვს და ის ასრულებს თავის მოვალეობას შემთხვევა რომ რატომ ირეკავ აღარ დამირეკო მე გიწევს რაღაცაერად მოусმინო ამაში დაკარგო დრო რაღაცა ზრდილობიანად აუხსნა და ასე და ზუსტად ამ მიზნით აი ყველა ანუ ამგვარი კომპანიას დაევალა რა ფორმითაც ახორციელებენ ანუ SMS აგზავნიან რეკავენ თუ მეილს აგზავნიან მიუთითონ რომ უარის თქმის მექანიზმი რომ თუ ადამიანს არ სურს აღნიშნული კომპანიისგან რაღაც შეტყობინებები შემოდება მე. არასდროს არ ჩვენთანაც იდგა ხო კამერები გახსოვს უკვე ბევრგან იყო ეგეთ შემთხვევები. მე ვეღარ მიიღებს. და არ შემოგვიყვება. ანუ თუ თქვენ გაიგი ამას 10 დღის განმავლობაში ან ჩვენ არა მარტო ვალდებულება დავაკისრეთ და ეს კანონმდებელი ძალიან დაგვეხმარა ამაში ცვლილებების შესაბამისად. არა მარტო ევალება, არამედ რომ უარის თქვის მექანიზმის შექმნას, არამედ ევალება რომ 10 დღის განმავლობაში, როცა თქვენ უარს იტყვის, შეწყვეტოს მონაცემთა დამუშავება. ეს 10 დღე აქვს თქვათ რა მონაცემთა ბაზების ფორმირებისთვის და ასე შემდეგ. თუ კიდე მოგივათ, ეს არის ცალსახად უკანონო მონაცემთა გამოყენება და შეგიძლიათ მოგმართოთ. ჩვენ უკვე 7 საქმე გვაქვს ასეთი წარმოებაში. ნაწილი უკვე 7 კომპანიის მიმართ, ნაწილი დასრულებულია და დაევალათ, აი სწორედ უარის თქმის მექანიზმის პრობლემა იყო, დაევალა და ჩვენ რა თქმა უნდა გავაკონტროლებთ ამ დავალების შესრულებას და მეორე მხრივ ეხაც არის წარმოებაში რამდენიმე საქმე უკვე ეხება გამოყენებას. კომპანიას მეც გეტყვით. მეც გეტყვით, ხო. ჩვენთვის ყოველთვის ვამბობთ, რომ აქტიური მოქალაქე არის მთავარი პარტნიორი. აქ არ მოგაკითხეს ეთერში არ ნომრების გაცემა ჩვენთვის აქტიური მოქალაქე არის მთავარი პარტნიორი და ძალიან გვიხარია, რომ იზრდება განცხადებების რაოდენობა, კონსულტაციებსაც საკმაოდ ბევრი მოგმართავს და ძალიან ბევრი საკითხზე. აი ვიდეო თვალთვალის ახსენეთ, პირდაპირ მარკეტინგი იყო ტოპ თემა, შემიძლია გითხრათ, მთელი მარკეტინგი ანუ ეს სარეკლამო შეტყობინებები, თუმცა არის სხვა საკითხებიც, ასევე
მონაცემებს, თქვათ, არასწორ მონაცემებთან დაკავშირებით როგორ შეიძლება გასწორდეს მაგალითად სტარი მონაცემები, როგორ შეიძლება იგივე წაშლა, ბიომეტრიული კონტროლი, რაზეც ვისაუბრეთ, ვიდეო თვალთვალი, ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა. ანუ მთლიანობაში ხალხმა შეიძლება თქვას, რომ უმეტესობა არ იცის თავისი იცით რა, ეს ახალი თემა საქართველოში, ახალი თემაა, იცით, ტექნოლოგიების განვითარება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო და მონაცემთა ბაზების ფორმირება, ვიდრე კანონი მივიღეთ, რომელიც აი ამ უფლებებს განსაზღვრავდა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი დაახლოებით იგივე სიტუაცია არის, როდესაც აი ადამიანს რაღაც სერვისის მიღება უნდა და პირობით დაარკითხულობს იმ დოკუმენტს, რაზეც ხელს აწერს, რა მონაცემებსაც, აი მაგალითად ითქვა იგივე ფასდაკლების ბარათის თემა, როდესაც აი ნებისმიერი ადამიანი აი აფთიაქში მიდის, ავსებს რაღაც გარკვეულ და თან ეკითხებიან, აი გითხარით თქვენი მობილურის ნომერი, გითხარით თქვენი რაღაც საკონტაქტო სახლის ნომერი და ასე შემდეგ. ანუ კითხვა იქ აი რეალურად რაში ჭირდება მათ თქვენი მობილურის ნომერი, ეხლა მარტივი არის. დაკარგეთ ხო ბარათს. მანქანას რომ მოიგებ დაგირეკონ. ეს უკვე ეგ სხვა თემა არის, მაგრამ როდესაც რაღაც ფასდაკლების ბარათს იღებს, მაგალითად ადამიანს სულ არ აქვს იმის საჭიროება, რომ ნომერიც უთხრას, თუ დავკარგე, მოვალ ისევე და ავიღებ ხელახლა, ანუ იქით დარეკვა და თქვენი მხრიდან რაღაც ზედმეტი კომუნიკაცია არ ჭირდება. ანუ ეს არის აი მოქალაქის თემა, მოქალაქის ჩართულობის თემა, ინსტინქტების დონეზე, შეიძლება არ ვიცით უფლებები, მაგრამ ინსტინქტების დონეზე ადამიანი გრძნობს, როდის არის ზედმეტი. აი როგორც კი არ გსიამოვნებდა, როდესაც რაღაცა გქონიათ, რომ იმას რომ ამბობენ, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, ხო? აი გაღიზიანების გულისხმობ ინსტინქტი რო გაბრას, ხო? რატო? ძალიან მნიშვნელოვანია აღქმა ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ 31 მარტიდან გვექნება ერთგვარი კონტროლის დამატებითი კონტროლის ფუნქცია სწორედ ფარულ მიყურებასა და მოსმენაზე და საგამოძიებო ორგანოების მიერ ინფორმაციის მოპოვებაზე. ეს ფუნქცია აქამდე არ ჰქონია და რაღაც ცვლილებების შედეგად მოგვენიჭება. 31 მარტიდან ბუნებრივია ისე როგორც ყველა სხვა პროცესს ამ პროცესსაც დავაკვირდებით. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ერთის მხრივ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და მეორეს მხრივ იმისთვის, რომ დაალაგდეს ესე ვთქვათ სისტემა და კაცრად მხოლოდ სასამართლო ნებართვით ხდებოდეს ასეთი გამონაკლის შემთხვევებში, ასეთი ტიპის. ეხლა რა მახსენდა უცებ დრო აღარ აქვს მაგაზე რო ველაპარაკობ, აი საერთოში რო კითხებს გისვენ. სადა? სწავლებს რო გეკითხები. საერთოში თავიდან რო იცნობ. სად არის ჟენიტოლი ეხლა? საერთოში არის ვიზა ლიბერალიზაციის ერთხელ მე დაუწერეს ამ ზარეულოში. მეგობარს კი რო კითხავთ, რამდენი აქვს ხელფასი, ეს ძალიან ისეთი თემაა, რომელიც არის კონფიდენციალური. კითხვა, მაგრამ არ ასობის მიპასუხებს. გაცემის უხერხულობაში ნუ ჩააგდებთ მეგობარ. რა ძალიან ხშირად კარგია, კარგი. სხვათა შორის. მე რეკლამაზე ვკითხავ. ესეც ძალიან პირადია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ჩვენ ვეცდებით. თქვენ იცავთ პრინციპში ჩვენს უფლებებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც თქვენ სამიზნე აუდიტორია მუშაობის. ჩემი უფლებიც მაგრად ვღეოდა გვანცა აი ამ ჯოხის გამო. მე თქვენს ყოველს უფლებას ვისწრებ ნომერს, რომ ხოლმე თქვენი ნებართვის გარეშე არავის არ ვართ. სწორია. სამ თქვენ ამას გირჩევთ, დაიწყავით ჩემი პირადი მონაცემები. ჩვენი ყველასი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი კარგი.